არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქალბატონებო და ბატონებო, X-კოდია რადიო იმედის ეთერში, როგორც ყოველთვის ყოველ პარასკევს შეგიძლიათ მისი მოსმენა და თუ არ გაქვთ საშუალება რადიო იმედის პირდაპირ ეთერში მისი მოსმენისა, შეგიძლიათ შევძანოთ ინტერნეტში, მოვიძიოთ X-კოდი Facebook-ზე და უკვე მოისმინოთ ეთერში გასული გადაცემის დასურათებული ვერსია. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ტრიალებს საკითხზე, არსებობენ თუ არა კოსმოსური ვირუსები და თუ ამის ალბათობის დაშვება არის შესაძლებელი, მაშინ გამოდის რომ ჩვენ მარტონი არა ვართ სამყაროში. რა მნიშვნელობა აქვს, როგორც გითხარით, რობოტი იქნება რაღაც ისეთი უცხოპლანეტელი თუ პატარა ბაქტერია. თუმცა ჩვენ იმაზე შევჯერდით, ჩვენ საუბრობდი, რა თქმა უნდა, ეს ალბათობა დასაშვებია თუ არ არის დასაშვები, ეს კიდევ დასამტკიცებელია და ბუნებრივია, ეს ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა ძალიან ბევრი მეცნიერი ამის პირველობის ინიციატივით გამოდის და ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ასეთი რამ იპოვა მეტეორიტებში, თუმცა ეს ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, მაგრამ ასევე გითხარით, რომ ძალიან ბევრი მეცნიერი, რომელიც ამ აზრს იზიარებს, ამტკიცებს, რომ სხვადასხვა ეპიდემიების გავრცელება სწორედ მეტეორიტების ვარდნასთან არის დაკავშირებული, რომელზედაც ეს მუტანტი ვირუსები იმყოფებიან, მუტანტი ბჭალებში ვიგულისხმე, რა თქმა უნდა, აი თუნდაც გრიპი, რომელიც ანტიბიოტიკების მკურნალობით არის შესაძლებელი მისი ანტიბიოტიკებით დაძლევა, საშინო მუტაციას განიცდის და მეცნიერები უძლურნი არიან მას შეეჭიდონ. აი ამ კვლევარების ვარაუდით საქმე გვაქვს ამ მოუცნობ ვირუს ფანტომებთან, რომლებიც პარაზიტებივით მრავლდებიან ჯამთელი უჯრედების ხარჯზე. გარდა ამისა არის ესეთი ძალიან მოკლედ მინდა თქვა, ინტერესო 5 წუთი მაგ ნახევრამდე და კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის გასაცნობი. მაგალითად ჩვენ საუბრობდით ერთ-ერთ გადაცემაში 2010 წელს ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი, შეიძლება ითქვას, როდესაც დაფიქსირდა მასობრივად ჩიტების დაღუპვის ფაქტი და ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ამ მოულოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის მიზეზი ისევ როგორც ეგრეთ წოდებული ქათმის გრიპი და სხვა ეპიდემია შემთხვევით მოვლენა არ იყო საიდუმლო ლაბორატორიებში შექმნილი ბიოლოგიური არაღის გამოსვლის მაგალითი, არამედ უბრალოდ ჩიტებმა პირველობა იგრძნეს და გაითავისეს მიკროსკოპული ინფორმაცია, რომელიც უცნობ ვირუსს ახლდა თან. საიდან ვირუსი? ბუნებრივად დაიბადება კითხვა კომეტიდან, რომელმაც 2010 წლის 31 ოქტომბერს ძალიან ახლოს ჩაუარა დედამიწას. ამ ვერსიას შეიძლება ვუწოდოთ ეგრეთ წოდებული ვირუსების ფანტომური კოპირება, რაც უკვე წინა გადაცემის ბოლოში გითხარით და კიდევ ერთხელ გავაგიმეორებ, რაც მოკლედ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთან კოსმოსიდან ვრცელდება სხვადასხვა უცნობი ვირუსების საინფორმაციო ასლები და სწორედ მსგავსი რამ შეიგრძნეს ჩიტებმა, რის გამოც მოხდა მათი მასობრივი და მოულოდნელი დაღუპვა. საერთაშორის ძალიან სასაცილო ჯერ შეიძლება კიდევ ერთხელ თქვა და გამმეორდე, მაგრამ რამდენიმე ვირუსოლოგი, რომელიც დეტალურად იკვლევდა ამ ორგანიზმების დნმ-ის და დეტალურად დნმ-ს, მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთი ვირუსი ჩნდება, ეხლაც ესეთი რაღაც უნდა ვთქვა, მაგრამ არც მეტი არც ნაკლები კვანტური ტელეპორტაციის საფუძველზე. ანუ ტელეპორტაცია ზოგადად არ არის დამტკიცებული, მაგრამ არსებობს ესეთი მეცნიერი ფრანგი მეცნიერი მონტანიე, რომელიც ეს დაასაბუდა და ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ზოგადად ტელეპორტაციის თემასაც შევეხებით და ამ მონტანიეს ექსპერიმენტსაც დეტალურად შევეხებით. მან აიღო ორი კოლბა, ერთში მოათავსა რომელიღაც ბაქტერიის დნმ-ის ფრაგმენტი, ხოლო მეორეში უბრალოდ დაასხა სუფთა წყალი. შემდეგ მეცნიერებმა ორივე სინჯარაზე მოახდინა მიკროტალღოვანი ელექტრომაგნიტური ველის გენერირება, პატარა ფილადელფიის ექსპერიმენტი მოაწყო. ეს პროცედურა გრძელდებოდა 18 საათის განმავლობაში და ექსპერიმენტმა წარმოუდგენელი შედეგი აჩვენა კერძო სინჯარაში, სადაც ესხა უბრალოდ წყალი, ჩამოყალიბდა ზუსტად ისეთივე ფორმის დნმ-ის ფრაგმენტი, როგორც პირველ სინჯარაში იყო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტელეპორტირების წყალობით შესაძლებელია ნებისმიერი მიკროორგანიზმის ფანტომური კოპიის შექმნა. კიდევ ერთხელ ამბობ, ეს კიდევ დასასაფუძებელია, ეს კიდევ ბევრ კითხვას ბადებს და ჯერ კიდევ არ არის მტკიცებული იმის, რომ მან ნამდვილად შეძლო აი პატარა ელემენტების ტელეპორტირების ნამდვილად არსებობის დადასტურება. როგორც გითხარით, ეს ცალკე თემა, თუმცა ახლა მე მანიშნებ, როგორც ყოველთვის რო არის საინფორმაციო გამოშვების დრო, გავიდეს საინფორმაციო გამოშვება მოკლედ, შემდეგ კი ძალიან საინტერესო ისტორიით ჩვენ კვლავ დაბრუნდებით რადიო იმედის პირდაპირ ეთერში.
მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. და X კოდი კვლავ დაბრუნდა. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, რადიო მდის პირდაპირ ეთერში და ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ მეტად ესეთი საინტერესო საკითხი, არსებობენ თუ არა კოსმოსური ვირუსები და თუ არსებობენ იქონიან თუ ისინი საფრთხეს კაცობრიობისთვის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამბობ საკითხთა ნუსხა, რომელიც ჩვენს გადაცემაში ჟღერს, ანუ საკითხ თემა და ვერსიები, რომელსაც ჩვენ ვახმოვანებთ, ბევრში ღიმილს იწვევს და ზოგადად შეიძლება არც დაუთმო ამას ეთერი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ რჩება ყოველთვის ოფიციალური ვერსიებისა და ოფიციალურად დასაბუთებული რაღაცა არსებული ისტორიების თუ სხვადასხვა დასაბუთებული ფაქტების მიღმა. ამიტომ ბუნებრივია არსებობს ეს გადაცემა, რომელიც ნაკლებად გახმაურებულ ვერსიებს აჟღერებს. მოდით გადაცემის ბოლო ნაწილში მე მინდა მოგითხროთ, ჩვენ ერთხელ გვისაუბრია ამაზე, მაგრამ მინდა დეტალურად მოგითხროთ ისტორიაზე, რომელიც საბჭოთა ორბიტალურ ხომალდზე მირზე მოხდა. მირი ეს გახლავთ ორბიტალური სადგური, რომელიც მუდმივად იმყოფება კოსმოსში და მასში მონაცვლეობით ატარებენ თავიანთ კოსმოსურ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ამჯერად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ასტრონავტები და კოსმონავტები და როგორ ჯერ კოსმოსური ხომალდით აღწევენ ისინი ამ დანიშნულ სადგურზე, შემდეგ ორბიტალურ სადგურზე განაგრძობენ მოღვაწეობას და ადვილი წარმოსადგენია იმის თქმა მინდა რა დიდი თანხა ჯდება ამ კოსმონავტების შენახვა და ზოგადად ასეთი სადგურის შენახვა. მაგრამ აი მოულოდნელად ასეთი სადგური უეცხრად წყვეტს მუშაობას, ეს 2001 წელია. ისასტრაფოდ ანადგურებენ და რაღაცა მიზეზს ამბობენ იმას, რომ მან ამოწყურა თავისი რესურსი, თუმცა როგორც გითხარით, სადგურის განადგურების მიზეზი გახლდათ არა ეს, არამედ ის, რაზეც ჩვენ დღეს საუბრობთ, კერძოდ ის, რომ სადგურზე იყო აღმოჩენილი უცნობი წარმომავლობის გარკვეული ვირუსი, ბაქტერია გნებავ სოკო, რომელსაც განიცადა მუტაცია და რომელსაც ფაქტობრივად საშიშროება შეუქმნა ხომალდს და ასევე რა თქმა უნდა დედამიწას, თუ ის რა თქმა უნდა აი ამ ხომალდის სახით დაბრუნდებოდა დედამიწაზე, როგორც გითხარით, ხომალდი საბოლოო ჯამში გაანადგურეს. ყველაზე მთავარი მოქმედი გმირი აი ამ მთელი ისტორიისა გახლავთ ალექსანდრე სერებროვი, საბჭოთა კავშირის გმირი გახლავთ, ეს მან 4-ჯერ განახორციელა ფრენა კოსმოსში, აჯერ იყო გასული ღია კოსმოსში და არასოდეს არ ქონია ყოველთვის კარგად იცნობდა, მოკლედ შეიძლება ითქვას კოსმოს მისთვის, მაგრამ არ წარმოუდგენია, რომ ბოლო გაფრენა მისთვის აბედისწერო გამოდგებოდა. საბედისწერო ეს ადამიანი ცოცხალია, თუმცა როგორც ცოტა გავასწრებ წინ მოვლენებს და გეტყვით, რომ ეს ადამიანი აი ამ ვირუსის სოკოთი დაავადდა და დღესაც ექიმები ვერ პოულობენ მის იმკურნალობის, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი ჯერ ცოცხალია, თუმცა რაღაცნაირად ეს ვირუსის მატარებელი შეიძლება ითქვას. ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო, სერებროვი დეტალურად იხსენებს, რომ იმ საბედისწერო დღეს ის ყველა წუთი და დეტალი ახსოვს. ჩვეულებრივად ის როგორც ბორტინჟინერი ვალდებული იყო მოემზადებინა და რაღაცნაირად შემოწმებინა ის აღჭურვილობა, რომელიც წინა ეკიპაჟმა დატოვა, მაგრამ თუნდაც მან გახსნა ერთ-ერთი სკაფანდრი, მის მიმართულებით პირდაპირ გაგებით წამოემართა მწვანე მტვერის უზარმაზარი ტალღა. დედამიწაზე მტვერი მოგესალმებით ილიქება საგნებზე, ხოლო კოსმოსში უწონადობის პირობებში ის ხდება უმართავი და ხელში ჩაგდება მისი რთულია და მოძრაობს და ბუნებრივია რაღაცნაირად არ არის ისეთი როგორც სხვა წონადობის მდგომარეობაში. სკაფანდრის შიგნით კიდევ რჩებოდა ობის გარკვეული ფენა, ეკიპაჟმა ის გაწმინდა სხვადასხვა საშუალებებით და შეგროვებული მტვერი და ობი ბუნებრივია გადააგდეს მტვერის შესაგვარებელ კონტეინერში. გავიდა რამდენიმე დღე და ეკიპაჟის წევრებმა შენიშნეს, რომ წყალს, რომელსაც სადგურზე სვამდნენ, გაუჩნდა არასასიამოვნო გემო. რა თქმა უნდა, არ მიაქციეს ერთი დღე, მეორე დღე, მაგრამ გავიდა გარკვეული ეს გემო უკვე შეუძლებელი გახდა ამ წყლის დალევა და უკვე რაღაცნაირად წყლის ეგრეთ წოდებული კალონკის გამოცვლა მომიდევთ ამ ტერმინს რომ ხმარო თავში ვერ მოვიდა, როგორ შეიძლება კალონკა ქართულად ახსნა ის რაზედაც მაქვს საუბარი. დედამიწაზე რა თქმა უნდა ეს ამის გაკეთება რთულია, თუმცა კოსმოსში ცოტა მარტივია, თუმცა კოსმოსში რთულია. საბოლოო ჯამში შეცვალეს მათ ეს კონდენსატის საგაჩი, შესაბამისად
ყველაფერი ირთვებოდა ნორმალურად ფარგლებში, მაგრამ ცოტა ხანში კვლავ დაიწყო ეს რაღაცნაირად. ანუ მან ორბიტალურ სადგურზე არის გარკვეული სისტემა ჩამოყალიბებული, ანუ როდესაც ერთ-ერთი დეტალი გამოდის მწყობრიდან, ირთვება შესაბამისი ხმოვანი სინერნა, რომელიც გამოსცემს საშინელ ხმას და გეუბნება იმას, რომ რომელიღაცა დეტალი სადღაც არის გარკვეული ხარვეზი და დაზიანება. მოკლედ ყოველ შემთხვევაში კვლავ მივიდნენ მიაკვლიეს რომ ეს დაზიანება და სიგნალი მოდიოდა ფილტრიდან და ყველაზე მთავარი საინტერესო გახლავთ ის რომ როდესაც აი ეს შხამიანი ფერის მარცვლებისგან კვლავ გაათავისუფლეს ფილტრი და როდესაც დაიწყეს ამ ფილტრის რაღაცნაირად გაწმენდა მათ ნახეს რომ აი ამ ყველაფერს ამოყვა საკმაოდ დიდი ზომის ფაქტობრივად ჭია რომელსაც ჰქონდა ყვითელი ფერი დაახლოებით ისეთივე როგორც აი ამ სოკოს წარმონაქვს და ყვავისფერი წინწკლები ანუ წარმოიდგინეთ რა მოხდა ანუ ფაქტობრივად აი ამ სოკომ და აი ამ გარკვეულმა რაღაცა არსებამ თუ ბაქტერიამ რომელსაც აი წამიერად კოსმოსში რაღაცა მუტაცია განიცადა და ჭიის ფორმა მიიღო ადვილი წარმოსადგენელი რა დაემართებოდა კოსმონავტებს ისინი შოკში ჩავარდნენ ნანახის შემდეგ როგორც აღმოჩნდა ეს არსება ორბიტალურია ანუ ფაქტობრივად ეს არ გამოყვა ვინმეს და რაღაც არამედ უბრალოდ იმ ტვერისგან მუტაცია განიცადა კოსმოსის სივრცეში და გახდა ესეთი რაც მათ ნახეს რა თქმა უნდა უცნაური კოსმოსური სტუმრის შესახებ უმალვე აცნობეს სადგურს ექსპედიციამ დაიწყო სასწრაფოდ მზადება დედამიწაზე დასაშვებად მაგრამ კოსმონავტებს ჰქონდა ძალიან ცოტა დრო მაგრამ ერთმა მიკრობაქტერიამ კოსმოსის პირობებში განიცადა ასეთი მუტაცია და წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა დროზე რო არ დაეტოვებინათ მათ ხომალდი მაგრამ საშიში აღმოჩენა ალექსანდრე სერებულმა სატვირთო კოსმოსური ხომალდის დახმარებით მაინც გამგზავრა დედამიწაზე ეკიპაჟს კიდევ რჩებოდა რამდენიმე დრო და სხვადასხვა იქიდან დედამიწიდან მოვიდა მითითება რომ არ დაეტოვებინათ მალევე ეკიპაჟი არამედ მათ უნდათ რომ ექსპერიმენტი გაგრძელებულიყო მათ დაინტერესებდა თუ რა დონემდე და როგორ განვითარდებოდა შემდგომ მოვლენები. ამასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების შემდეგ სამედიცინო ბიოლოგიური ინსტიტუტში შექმნეს მთელი პროგრამა კოსმოსში მიკროორგანიზმების შესასწავლად სხვადასხვა ეს პროგრამა დღესაც მოქმედებს ორბიტალურ სადგურებზე დღესაც აგზავნია მიკრობები და დღესაც დეტალურად სწავლობენ მიკრობების აი ამ მუტაციას და მათ აი ამ გარკვეულ ცხოვრების გაგრძელებას კოსმოსში მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ მირის ეკიპაჟს დედამიწაზე ჩასვლისთანავე სეროვის მდგომარეობა გაუარეს და რადგან გითხარით რომ მან ამ ვირუსისგან ერთგვარი დაავადება მიიღო მას აწუხებდა შინელი ტკივილი მუსლის არეში სისუსტე ცნობილმა ეპიდემიოლოგებმა და მიკრობიოლოგებმა ვერ შეძლეს ამ დაავადების მიზეზის დადგენა ის დღემდე ამ უცნაური ვირუსის მატარებელია მაგრამ სხვადასხვა ცოცხალია და რაღაცნაირად ექიმები არ ამბობენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცდილობენ და ახერხებენ მისი აი ამ დაავადების კონსერვაციას და რაც შეეხება თავად სადგურ მირს რომელმაც ამ ვირუსების შეტევისგან ყველაზე მეტად დაზიანდა ხომ ის მთლიანად იყო მე ამბობე გარემოცული შიგნიდან გარედან ანუ არაჩვეულებრივი აი ელვისის სტრაფით ვრცელდებოდა ეს უცნაური სოკო და ბაქტერია მოედო მთელ მირის აი მთელს ამ ხომალს ან ფაქტობრივად ის უკვე საშიშროებას ქმნიდა კოსმონავტებისთვის იმიტომ რომ როდესაც დეტალი ფაქტობრივად აი ასეთი ვირუსით ასეთი სოკოსებრი რაღაცა გარსით იფარება ბუნებრივია ეს უკვე ფუნქციონირებისთვისაც არ ვარგა გარდა იმისა რომ ეს ასტრონავტები დაზიანდნენ მოკლედ აი ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს რომ უმალვე საშიშროება და საფრთხე ფაქტობრივად რეალური იყო რამე თუ ეს წარმოიდგინეთ ასეთი უცნაური ვირუსით დატვირთული ხომალდი რომ ჩამოსულიყო დედამიწაზე უკვე როგორი საფრთხის წინაშე დადგებოდა კაცობრიობა მაგრამ ეს ყველაფერი მაინც შეიძლება თქვეს რუსულად გააკეთეს ასეთი საშიში ვირუსის მატარებელი ხომალდი კი არ გაანადგურეს რაღაც შესაბამისი ფორმებით ანუ ხო არსებობს რაღაცა კონტეინერში მოათავსო და რაღაცნაირად არა აიღეს და ძალიან ესე რუსულად შეიძლება ითქვას ჩაძირეს ოკეანეში და მეცნიერის პასუხი გაინტერესებთ ლოგიკურ კითხვაზე ეს ხომ საშიშია არავით არის პრობლემა ამბობდნენ მეცნიერები რადგან სადგურმა აი დედამიწამდე ხო გამოიარო ატმოსფერო და ასეთი რაღაცა და ეს მეტეორიტი სანამ დედამიწაზე ჩამოვარდა ხო გადისო და ბუნებრივი სადარნაირ საშიშროებას არ წარმოადგენსო ეს ხო ფაქტობრივად ღუმელიაო ატმოსფერო და მთელი ბაქტერია რამე თუ არსებობდა ეს ბაქტერია მოისპობოდა მაგრამ მე უკვე წინა გადაცემის წინა ნაწილში გითხარი თუ რაოდენ
ჭყალებში სმარტი და ჭკვიანი არის ეს არსება რომელსაც შეუძლია მუტაცია რომელსაც შეუძლია თუნდაც თუ დაუჯერებთ აი ბოლო ვერსიას და ბოლო ინფორმაციას რომელიც მე მოგახსენეთ ფრანგი მკვლევარის მიერ დადგინოს რომ მათ შეუძლიათ ასევე ტელეპორტირებაც კი და ამ სხვადასხვა დონეზე ინფორმაციის გაგზავნა არის შედეგად ამ ინფორმაციის წაკითხვა და სხვა ბაქტერიისგან მიღებული ინფორმაციის ხარჯზე უკვე გარკვეული ახალი ბაქტერიის წარმოქმნა თუ ეს ყველაფერი არის რეალობა მაშინ რა თქმა უნდა ბუნებრივია აი ესეთი მირი რომელიც ფაქტია ეს ფაქტია ეს ნამდვილი რეალური ფაქტია რომ მირი გაანადგურეს რეალური ფაქტია ესიც ოფიციალური ვერსია რომ გაანადგურეს იმიტომ რომ ის მწყობრიდან გამოვიდა და ტექნიკურად დაძველდა და რაღაცა მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღესაც აი მირზე უფრო ძველი თანამგზავრებიც კი დაფრინავენ და თუ ის იმას არ ანადგურებენ გითხარით ძალიან დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული მაინც და მეც ეს რატომ გაანადგურეს და გაანადგურეს როგორც გითხარით იმიტომ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობენ თვითონ სეროვის ამატყოფობაც ამაზე მოქმედებს რომ იქ გავრცელდა ერთგვარი ვერსია ну რა თქმა უნდა არავითარი პრობლემა ამბობენ მეცნიერები თუმცა მინდა თქვა რომ ის რომ კოსმოსური აი ეს ვირუსის თუ რაღაცა ბაქტერიის მატარებელი ხომალდი რომელმაც ფაქტობრივად ხომალდმა არა უბრალოდ ბაქტერია რომელს მუტაცია განიცადა რომელიც მოვიდა ამ ხომალდს და ეს ხომალდი ჩამოყნდა ჩაძირეს ოკეანეში ჩემთვის მაგალითად ის ადგილი რაღაც გარკვეულ საჭიროებას წარმოადგენს მაგრამ ლოგიკური კითხვა ისე პასუხს გაუცემელი რჩება იქნებ რომელიმე მიკრობი გადარჩა და არავინ იცის რა ხდება ოკეანის ფსკერზე ხო სადაც მირის ნანგრევები განისვენებენ და თუ კი აღიარებთ რომ კოსმოსური ვირუსის არსებობა და არის ალბათობას დაუშვებთ, მაშინ იქნებ არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ეს ვირუსი ოკეანის ფსკერიდან დედამიწის ზედაპირზეც გამოვიდა და ასე შემდეგ. ნუ აი ჩვენი გადაცემა რაღაცნაირად დასასრულს მივახლოვდა. მე დროის სიმცირის გამო კიდევ სხვა ისტორიების მოყოლა შემიძლია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ბევრი პარასკევი და ბევრი თემები თქვენთვის შემონახული. უბრალოდ გადაცემის დასასრულს ახლა გაიჟღერებს მსოფლიო ჰიტი და მსოფლიო ჰიტი რაღაცნაირად თემატურად ჩვენს დღევანდელ გადაცემას ძალიან ეხმიანება. ყველა მიცით დევიდ ბოუი, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი შემსრულებელი და ერთ-ერთი ჩემი საყვარელი კომპოზიცია Space Oddity. სხვა შორის ეს ანუ რა მოხდა კოსმოსში, კოსმოსური შემთხვევა ასე ქვია კომპოზიციას არა, ჰიტს რომელიც დაიწერა სწორედ 1969 წელს მაშინ, როდესაც ადამიანმა პირველად დაადგა ფეხი მთვარეზე და სწორედ აი კომპოზიციას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. იქ საუბარია ასტრონავტზე, რომელიც გააგზავნეს, რომელსაც დავალებას აძლევენ დედამიწიდან და რომელსაც შემდგომ აფრთხილებენ, რომ რაღაცა ისე არ ხდება, როგორც საჭიროა, რომ მას აფრთხემუქრება, მაგრამ ის კოსმონავტი საუბრობს იმ სილამაზეზე, რაც მის ირგვლივ ჩანს და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ 2012 წელს ერთ-ერთმა ესეთი ასტრონავტა ჰეტფილდმა კანადელია წარმომავლობით უბრალოდ ამერიკულ ექსპერიმენტში ასტრონავტებთან ერთად ის ორბიტალურ სადგურზე გაემგზავრა და მან ეს არაჩვეულებრივი კომპოზიცია შეასრულა უკვე პირდაპირ ღია კოსმოსში და ეს კლიპიც კი იქ დამონტაჟა შემდეგ რა თქმა უნდა ხმა დაადეს უკვე დედამიწაზე, მაგრამ არაჩვეულებრივი კლიპი გამოდგა არაჩვეულებრივი სწორედ აი ამ კომპოზიციით რაღაცნაირად მინდა დღევანდელი თემა დავასრულოთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამით არ დასრულებულა საუბარი თუნდაც კოსმოსურ ვირუსებზე და თუნდაც მათ ერთ-ერთ თვისებაზე, როგორც გითხარით ფრანგმა მეცნიერმა გამოიკვლია, რომ მათ შეუძლიათ არათუ დაუშვათ მუტაცია, არათუ ინფორმაციის გაგზავნა ყოველგვარი შეხების გარეზე სხვადასხვა დიდ მანძილზე, არამედ მათ შეუძლიათ ასევე ტელეპორტირება, რაც ბუნებრივია ძალიან საინტერესოა, რამე თუ მათ შეუძლიათ ტელეპორტირება გამოდის, რომ ტელეპორტირების რეალური მაგალითი არსებობს. ხო და მოდით რაღაცნაირად შემდეგ გადაცემაში ჩვენ წინასწარ ვერ გეტყვით ჩვენ ტელეპორტირებაზე ვისაუბრებთ თუ კვლავ ბოლშევიკების ოკულტურ მხარეს განვიხილავთ, ეს გამოჩნდება როდესაც შემდეგი პარასკევი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყურადღებისთვის, რომ მისმენთ, რომ ეხმაურებით და დაიმახსოვროთ X-კოდი Facebook-ზე, შეგძანდით, მომწერეთ, მითხარით რა თემა გაინტერესებთ, მოგწონთ თუ არა ის თემები, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, რა შენიშვნები გაქვთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და ჩვენ აუცილებლად ამას ყველაფერს გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ პარასკევამდე ნახვამდის. არ არსებობს საიდუმლო,
რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშულთან ერთად.